შუადღემს იმშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ ჩვენთან წვიმს, ჩამოიქცა მთელი ცა ლეღვის დაკრება მინდოდა და მთელი დღე წვიმს. მე გადავწყვიტე, მოდი სახლში ყოფნით რაღაცას მაინც გავაკეთებ მეთქი და დაავიწყე ლაგება. ჩემი ოთახი დავალაგე ძალიან ლამაზად. ეხლა რაც შეხება აი ამ სურათს ვუყურებ რა და ხატს უпроსტოდ ვუყურებ და აქ წერია რა არის სამება? სამება არის ქრისტიანობის რაღაც. სამი წერტილი, ხო? მეგობრებო, აი დავიჯერო. კაცთა მოდგმა იმდენად დაცემულია და იმდენად ეშინია კაცთა მოდგმას. ღვთაებრივი დედრი სახის დანახვის, რომ მტრედად გადააქცია? აგერ მტრედი დაასვა მაღლა. კი ბატონო, აქ მამა, ძე და მაღლა არის მტრედი. მტრედი არც ერთ ადამიანზე მაღლა არ დგას, მაგრამ რახან სულიწმინდა მტრედის სახით არის დახატული. ეხლა მაინტერესებს ერთი რამ რა. აი პატრიარქატული წყობა რომ არ იყოს. ქალი ღვთაება, რომლიდანაც გამოდის ყოველი სიცოცხლე. ყოველი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა სიცოცხლე, მათ შორის მამა ღმერთიც. გამაგებინეთ, ქალი ღვთაება ჯერ ვერ წარმოიდგინეთ, თქვენს თავებში ჯერ ვერ წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლება იყოს, რომ დახატოთ ადამიანის სახით? არა მხოლოდ ეს მტრედის სახით რო არ ხატოთ? გასაგებია, რომ მტრედი ძალიან საყვარელი ფრინველია რა, რაღაც თეთრი მტრედი, თან წმინდა და ესეთი რაღაც, მაგრამ ბიჭო, უამრავი მაგალითი ყავს ჩვენ ქალი გამოვლინებული ღვთის ღმერთის სახით, სულიწმინდის სახით. აიღეთ ერთ-ერთი მაინც დახატეთ რომელიმე რა. აი მამა ღმერთს რომ მიხატოთ, კაი, ქრისტეს აი მეტყვით, რომ აი არ გამოვლინებულა ჯერ ქალი ღმერთი, კაცი ღმერთი, მამა ღმერთი გამოვლინდა ქრისტეს სახით. კი ბატონო, მამა ღმერთს რომ ხატავთ, აი აქ, ვინმე ნახა მამა ღმერთი როგორია, ვინმეს ყავს ქრისტეს გარდა მამა ღმერთი ნანახი, თუ ქრისტემ დაგვიხატა მამა ღმერთი და ეგ გვერდზე რომ მიუჯინეთ მამა ღმერთი, ეგეთია ზუსტად. თუ მამა ღმერთს ხატავთ თქვენ კაი ხალხო და თუ მამა ღმერთს როგორც ადამიანის სახე ისე გადმოსცემთ რა, არავის არ უნახავსო ქრისტე ამბობს, ჩემს გარდა არავის არ უნახავსო. და მაინც მამა ღმერთს დასვავთ ხოლმე აქ. მაშინ დედა ღმერთიც დასვით, მაგის დედავატირე რა დაგემართათ? ესე ძალიან მაგრად გეშინიათ თქვენ? აი მამაკაცები კი არა და ვინები ხართ არ ვიცი რა. მამაკაცები რო იყოთ, პირველ რიგში ქალს დააყენებდით და პატივს მაინც სცემდით. და სად არის აბა თქვენი მამაკაცობა? დასვით აქ მამა ღმერთი და ძე ღმერთი წინ და სულიწმინდა სადღაცა იქ მტრედის სახით გამოსახეთ. არ შეიძლება ესე რა. თუ კაცები ხართ და თუ გერმანელები რო იტყვიან, ყვერები გაქვთ, ყვერები თუ გაქვთო რა, ქართულად იტყვიან თუ ტრაკი გაქო და თუ თავი გაქო ადრე იტყოდნენ. თუ თავი გაქვს, დადექი და დახატე ეს სულიწმინდა მდედრი სახი და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, ერთ-ერთი სულიწმინდის სახით გამოვლინებული დედა ღმერთი იყო მარიამ ღვთისმშობელი და რა დაგემართათ? მაინც რა მტრედს ხატავთ, დახატეთ მარიამ ღვთისმშობელი. არ შეგიძლიათ? თუ ძნელია მარიამ ღვთისმშობლის დახატვა, აგერ გვერდით რო დაუსვათ მამა ღმერთს. მაგის დედავატირე ბოლოს და ბოლოს მამა ღმერთმა მარიამიდან გააჩინა ეს ძე ღმერთი და დაუსვით გვერდით რა. რატო არ მიუსვით? თუ მარტო გინდათ რომ იყოს მამა ღმერთი. მამა ღმერთმა აირჩია მარიამი. ხო აირჩია მარიამი. ხო მასში ჩაღვარა თავისი თესლი, თუ ჩათესლა, რა ვიცი, როგორც მოახერხა ისე. ხო გააკეთა რა. მისი თესლიდან არ არის იესო ქრისტე? ეხლა იტყვით რომ თესლი არ ქონიაო, თესლი თუ არ ქონდა რაღაცა ხო ქონდა ის რამაც განავითარა მარიამში მერე ის ადამიანი, ღმერთკაცი, ქრისტე. ხო და ესე იგი მისი რჩეული მარიამი არ გამოდის? ხო და თუ მარიამი გამოდის, მამა ღმერთის რჩეული, აბა მაშინ რაღაცო აღარ მიუხატავ გვერდზე მამა ღმერთს მარიამს. თუ სულ ესე გინდა რომ ამყოფო ცალკე ეს მამა ღმერთი და ცალკე ეს ძე ღმერთი და სულ მარტო იჯდნენ იქ.
კუკუებივით. არ გამოდის რა ეგრე რა, გაამთლიანეთ, ორივე სჭირდება მდედრი, მამა ღმერთსაც და ძე ღმერთსაც. ორივე სჭირდება მდედრი და თუ გინდათ რომ ბოლომდე დარჩეთ ეგრე უქალოები და უსიყვარულოები, მაშინ იყავით ეგრე და დახატეთ მარტო მამა ღმერთი და ძე ღმერთი და გქონდეთ ეგრე მარტო ეს ნახატი. ბიჭო, რა ხართ ესეთი? არ ვიცი რა, ყველანი დედასფიცა ვარ თუ ცეცხლში ჩასაყრელი არ იყოთ. ყველა პატრიარქი, ვინც დღევანდელი კი არა, მთლიან დაწყებული ქრისტეს მერე, დაწყებული ყველა პატრიარქი ცეცხლშია ჩასაყრელი რა და ნახავთ თუ არ ჩაიყრებიან კიდე ეგენი ცეცხლში რა. ყველა. გეუბნებით ყველა, იმიტომ რომ ვინც აღსდგება, ისიც ცეცხლში ჩავარდება. როგორ შეიძლება? ამ საკითხს არ განიხილავდეს ეკლესია დღემდე და ესე კუკუებივით ყავდეთ მარტო მამა ღმერთი და ძე ღმერთი დამჯდარი, როცა მოვიდა ქრისტე და პირველი ვისთანაც მივიდა იყო მაგდალინელი, გამოვლინებული სოფია იყო მასში. დედა ღმერთი იყო მასში გამოვლინებული, რომელმაც შექმნა ეს სამყარო. და მამა ღმერთს კიდე დედა ღმერთი არა ყავს, ისემც თქვენ რა გითხარი და ისემც თქვენ თუ ვინმე ცოლები გყავთ, ეგრევე მიგახვედროთ ღმერთმა მაგ ცოლებით, რომ მამა ღმერთს რომ ცოლი ყავს, ისე რომ თქვენც გყავთ. დედავატირე რა. აი, ამაზრზენი გულისამრევი და დედამოტყნულები ხართ მართლა ყველანი რა. ვინც დედა ღმერთს და მდედრს ესე ჩაგრავს და აქამდე ჩაგრავდა, რაღაც აღარ უკეთებდნენ. როგორ ჯადოქრებს ისე წვავდნენ. რქები დაადგეს დედა ღმერთს. და მამა ღმერთი და ძე ღმერთი დაგვიშვეს აქ რა, მარტო ვითომ მამა ღმერთი და ძე ღმერთი ამოქმედებს ყველაფერს, მარტო რა. ისემც გამოქმედოთ თქვენ მამა ღმერთმა და ძე ღმერთმა და მე მომოქმედოს დედა ღმერთმა, მამა ღმერთმა და ძე ღმერთმა რა. ხო და თქვენ კიდე მტრედმა გიშველოთ და მე დედა ღმერთმა მიშველოს. ეხლა წავედი მე რა, თორე ძალიან მაგრა გაბრაზებული ვარ და ის ხალხიც დადგა აქ და უი მამა, დედა, სული წმინდა. და მტრედი დაადგა აქ, მტრედი და მტრედი არის სიმბოლო სულიწმინდის. და მამა ღმერთიც დახატო მტრედად, მერე რატო არ დახატეს მამა ღმერთი მტრედად? ან ყვავად, რა ვიცი, რა გადააქციონ ფრინველად. თუ კი სულიწმინდა გადააქციეს მტრედად, მაშინ ეს მამა ღმერთიც მტრედად გადააქციონ. მის გვერდით დახატონ. რატო უხატავენ ძე ღმერთს აქ გვერდით? ნახეს და დახატეს. სულიწმინდა ვერ ნახეს ჯერ, ხო? აი რომელმა ნახეთ მამა ღმერთი და რომელმა დახატეთ, გამაგებინეთ. რომელმა მხატვარმა ნახა მამა ღმერთი და იმის მიხედვით დახატა მერე მამა ღმერთი. ეს შეგიძლიათ რომ გამაგებინოთ, თუ ამას გამაგებინეთ, მაშინ ის გამაგებინეთ თუ მამა ღმერთი არ უნახავს, რატო დახატა მამა ღმერთი და თუ მამა ღმერთი არ უნახავს და მაინც დახატა, დედა ღმერთი რატო არ დახატა კი მაგრამ. ამენ გეტყვით თქვენ რა, აი მართლა გეტყვით ამენით რა. თუ არ გამოვიდეს დედა ღმერთი, ყველა იმ ნაწერებიანად, რაც კი ინახება და რასაც კი მალავდნენ იმ ოთახებში, სადაც დალუქულია ეს წერილები, თუ არ გამოვიდეს დედა ღმერთი და სულ ყველა პატრიარქს და პატრიარქის მოდგმას, მამაკაც სასულიერო პირები არ აუკეროს, ნახავთ მაგათ რა, მაგასაც ნახავთ. აგერ თქვენ მოესწრებით მაგათ, რომ დედა ღმერთი მაგათ ყველას გააჩუმებს. ამინ, ამენით, იესო ქრისტე.